ბრიტანული კომპანია British Petroleum-ის ინფორმაციით, მათ სპეციალური სარქველითის მილი დაახშეს, საიდანაც ნავთობის გადინება გუშინდელი დღის მანძილზე მთლიანი ნაკადით მიდიოდა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემაკავებელი საშუალების მიერ გახეთქილი ჭაბურღილი და ნავთობის გაჟონვის შეჩერება გუშინ გვიან ღამით აღდგა. მანამდე წყალქვეშა რობოტმა ნავთობის შემაკავებელი სისტემაში არყია და BP აიძულა ჭაბურღილისთვის საფარი მოეხსნა, რათა დაზიანება შეემოწმებინა. ჭაბურღილის ახლოს დამონტაჟებული ვიდეო კამერა მთელი გუშინდელი დღის მანძილზე აჩვენებდა, თუ როგორ მიედინებოდა ნავთობის შავი ღრუბლები ჭაბურღილიდან ზღვაში. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ხვდება. პრეზიდენტების შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ. ოთხშაბათს დიმიტრი მედვედევი კალიფორნიაში სილიკონის ველზე არსებული კომპიუტერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ მედვედევი და ობამა კანადაში დიდი რვიანის და 20 წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნის სამიტზე გაემგზავრებიან. ბარაკ ობამას მიერ ავღანეთში ამერიკული ჯარის მეთაურად დანიშნული გენერალი, როგორც ამერიკელი, ასევე ავღანელი კანონმდებლების ქებას იმსახურებს. გენერალ სტენლი მაკრისტალის შემცვლელად ამერიკის შეერთებული შტატების მთავარსარდალი ერაყში დევიდ პეტრეუსი დაინიშნა. მაკრისტალმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი გუნდის წევრებმა ჟურნალ Rolling Stone-ში პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკეს. კანონმდებლები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან პრეზიდენტის არჩევანს მხარს უჭერენ. დევიდ პეტრეუსის პოსტზე ოფიციალურად დანიშვნის მოსმენა კონგრესში მომავალ კვირას გაიმართება.